სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ეს არის ბოლოწინა კითხვა, რომლის შემდეგაც დამთავრდება ეს განყოფილება. და გადავალთ ახალ განყოფილებაზე. ეს არის 1993 წლის 9 ნოემბერი და ეს კითხვა ძალიან საინტერესო კითხვა არის. პატარა კითხვა იყო, მაგრამ მაინც დაიკავა დრო, რომ მე კარგად გამემართა და კარგად მომეტანა თქვენამდე. და ეს ეხება ღმერთის თვისებებს, ღმერთის ატრიბუტები ქვია ამას. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ღმერთის ყველა ატრიბუტი, რომ ღმერთი სრულიად, როგორც ამბობენ, რომ ეს სიყვარულია, ამავე დროს სამართლიანია, ამავე დროს წმინდაა. და ეს ბევრს არ ესმის, მეც არ მესმოდა თავის დროზე, სანამდე ამაზე სპეციალურად კარგი ლექციები და კარგი ქადაგებები არ მოვისმინე. და კარგად არ შევისწავლე ბიბლიაში მოცემული მისი თვისებები. ღმერთი აქედან გვაცნობს ჩვენ თავს, როგორი არის ის და მერე უკვე გასაგებია სხვადასხვა მისი მოქმედებები, ასევე მოთხოვნები ჩვენდამი. არაფერს ღმერთი ისეც არ აგთხოვს, რაც თვითონ მას არ გაუკეთებია, ხო? და ყველანაირად, როცა ღმერთი სრულყოფილია, ჩვენ უნდა დავიჯეროთ მისი ყოვლად მოსიყვარულე ბუნება, ყოვლად სამართლიანი ბუნება, ასევე ყოვლად სიძლიერე და მერე ადვილი ხდება უკვე მასთან ურთიერთობა. და უკვე სატანა ძალიან პატარავდება ღმერთთან მიმართებაში, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ხედლობიდან არ უნდა გავუშვათ, თუ ღმერთთან ჩვენ არა ვართ, სატანა ჩვენზე აღმატებული ქმნილება არის. ესეც ხელიდან არ უნდა გავუშვათ. მაგრამ თუ ჩვენ ღმერთთან ვიქნებით, მუდმივ ის მისი მადლი ჩვენ ყოველთვის დაგვიცავს, აზრობრივად, გონებრივად, ფიზიკურადაც კი. მაგრამ თავარია ჩვენ ვიცოდეთ ღმერთი როგორ მოქმედებს, რომ ეჭვი არ შეგვივიდეს, არ ავჯანყდეთ, არ გამნაწყენდეთ მასზე და არ ვეულოდოთ ისეთ რაღაცას, რაც მას არ შეგვპირვებია. და ჩვენ თუ გვეგონება, რომ ეს ღმერთია, შეიძლება სატანა მოგცეს ბევრი რაღაცა და იცით სატანას აქვს ძალაუფლება, რომ მოგცეს და მოვტყუდეთ ამითი. ამიტომ გავასწოროთ ჩვენ ღმერთთან ურთიერთობა იმის და მიხედვით, რომ გავიცნოთ ის. გავიცნოთ ჩვენი ცოდვილობა, გავიცნოთ როგორია მისი გეგმა, რა როლი აქვს სატანას და მერე ყველაფერი უფრო დაალაგდება და უფრო კარგად გაირკვევა. ეს ჩვენი კითხვა-პასუხები ზუსტად ამას ეხება. ესეთ კითხვა-პასუხებს არ ამგონია სვავდნენ ქართულ სივრცეში, ხო? იმიტომ თვითონ დაბნეულობაა, თვითონ გაურკვევლობა და ისინი გზასაცდენილები არიან. ხალხი, რომლებმაც უნდა მიიტანონ ღმერთის პიროვნება და გააცნონ მრევლს. არა, ისინი აცნობენ თავიანთ თავს, საქართველოს ისტორიას და ღმერთის გარკვეულ გაგებას, რომელიც მათ აწყობთ, რომელიც ჯდება ქართულ მენტალიტეტთან, ქართულ ისტორიზმთან. გესმით და ამას უძახიან ქრისტეს, ამას უძახიან ღმერთს, ეს კიდე ესე არ არის. და დაამახინჯეს მათ. იარეს თავიანთი გამოცდილებებით, ტრადიციებით და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, ხო? დაემატა ძველს, ბიზანტიურს, მერე რუსული, მერე ქართული, ნაციონალური და ეხლა საერთოდ ბიზნესური. გადახედეთ, მე გავაზიარე კიდევაც ვიდეოები, ძალიან კარგი ხალხი, ძალიან კაი ხალხია ისინი, ვინც ასეთ მონტაჟს აკეთებენ, ხო? როგორ იწერს პირჯვარს, როგორ კოცნის ხატებს ბიძინა ივანიშვილი, სააკაშვილი რას აკეთებდა, შევარნაძე რას აკეთებდა, შევარნაძემ დაიწყო მრუშოვა პირველი, თვიძიად გამსახურდია მას უნდა ვთქვათ, მას არასწორი გაგება ჰქონდა, მას რო სწორი გაგება ქონოდა, ამხელდა კიდევაც, მიხვდებოდა თუ ვინ იყო, გვიან არ გამოფხიზლდებოდა და მისი ქრისტიანობა იყო მისტიციზმი. ეს უნდა ვაღიაროთ ჩვენ. და არც ამბროსი ხელაია იყო იმ გაგებით ქრისტიანი, რასაც პავლე გვეუბნება. ისინი იყვნენ პატიოსანი, ზვიად იყო პატიოსანი პიროვნება, ზნეობრივი, მორალური, ასევე ამბროსი ხელაია, ისინი არ იყვნენ შეკრულები. მე რა მოხდა, რომ ზვიადი აღიარა და რაღაცა სისუსტე გამოაჟღანა. მაინც მიუხედავად იმისა, ის რჩებოდა ზნეობრივ, მორალურ პიროვნებად. მაგრამ ეს არ არის ქრისტიანობა მარტო. არ არის ეს ქრისტიანობა. აი ეს ვერ გაუგია ძალიან ბევრს და ცდილობენ გაწმინდონ, შეიყვანონ და ან კიდე აქცენტი აიღონ თუ ვინმე გაუმტყუნებს ბერს, აი ბერი ნიკოლოზია თურმე წმინდანი და იმასთან უნდა მივიდეთ. ზოგი კატეგორია მედის სადღაც იობთან, თუ ის რომ არის, ხო, იობი, დიახ, იობი, ეს არის რუის ურბრინსის. იქ მივიდნენ, ხო, დედა რო გარდაეცვალა ამას. ნინო ბურჯანაძეც მან დარბოდა და ეხლა გომელაური და ეს ხარება თუ ხარაზა თუ ხარაზიშვილი, ხო? ზოგისთვის ეგ არის წმინდანი, ზოგისთვის იქ მოხევე რო არის გაქცეული, იქ სადღაც მთაში რომ არის, ხო? გესმით და ეძებენ ამ წმინდა იმებს და ვერ ხვდებიან, რომ ეს რელიგია არ არის ქრისტიანობა.
რომელსაც პავლე ქადაგებს და რომელსაც ბიბლია გადმოგვცემს. მოდით მოусვინოთ კითხვის დამსვლა, ძალიან საინტერესო კითხვა არის და მე მთლიანად წამოვიკითხავ ამ ფსალმოს, საიდანაც ის კითხვა სვავს. სალამი ჯონ, მოგესალმებით. მე როდესაც უყურებ 154 ფსალმოს, ჩემი ყურადღება შეჩერდა მე-17 მუხლზე და მე-20 მუხლზე, სადაც ნათქვამია. მოდით მე პირველიდან წავიკითხავ მთლიანად ამ ფსალმოს, შესანიშნავი ფსალმუნია და ნახოთ რა კითხვა არის მერე ამ პიროვნების მიერ დასმული. აღგამაგლებ ღმერთო, მეფევ ჩემო და უკუნითი უკუნისამდე ვაკურთხებ შენ სახელს. ყოველდღე გაკურთხებ შენ და უკუნითი უკუნისამდე შევაქებ შენ სახელს. დიდია უფალი და საქებარია ფრიად, ჩაუწდომელია მისი სიდიადე. თაობა თაობას შეუქმებს შენ საქმეებს და შენ სიძლიერეს აუწყებენ. შენი მშვენების სიდიადესა და ბრწყინვალებაზე შენ საოცარ საქმეებზე ვილაპარაკებ. ისინი შენი საშიში საქმეების სიძლიერეზე ილაპარაკებენ. მე კი შენს სიდიადეს ვაუწყებ. გაიხსენებენ შენს მრავალ მოწყალებას და სიხარულით შეძახებენ შენი სიმართლის გამო. პატიებელი და შემბრალია უფალი, სულ გრძელი და დიდად მოწყალე. ყველას მიმართ კეთილია უფალი და მისი წყალობა მის ყველა ქმნილებაზეა. უფალო, შენ განგადიდებს ყოველი შენი ქმნილება და გაკურთხებენ შენი წმინდანები. შენი სამეფოს დიდებასა და შენ სიძლიერეზე ილაპარაკებენ, რათა ამცნონ ადამიანის ზეთ შენი ძლევამოსილი საქმეები და შენი მეფობის ბრწყინვალე სიდიადე. შენი სამეფო მარადიული სამეფოა და შენი მართლობა თაობიდან თაობებში ვრცელდება. ყველა დაცემული შემწია უფალი და წამომყენებელი ყველა წელში მოხრილისა. ყველას თვალი შენ შემოგცქერის, შენ აძლე მათ საზრდოს თავის დროზე. გაშლილ ხელს და აკმაყოფილებ ყოველი სულგმულის საჭიროებას. და მე-17 მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველას თავის საქმეში. საერთოდ მთლიანად ეხლა თუ მოусმინეთ, მთლიანად დომინირებს ღმერთის მოწყალე ბუნება, სიკეთე და მოწყალე ბუნება. მთელ ამ ფსალმოში, ხო? გავაგრძელოთ. ახლოსა უფალი ყველასთან, ვინც მას მოუხმობს, ყოველთან, ვინც ჭეშმარიტებით მოუხმობს მას. მის მოშიშთა სურვილს ასრულებს, მათ ღაღადის ისმენს და იხსნის მათ. და აი მე-20 მუხლი. ყველა მის მოყვარულს იცავს უფალი და სპობს ყველა ბოროტს. ჩემი პირით განვადიდებ უფალს, აკურთხოს ყოველმა ხორცელო მისმა წმინდა სახელი უკუნით უკვესადე. და კითხველის დასვეს აინტერესებს. ნიშნავს ეს იმას, რომ ბოროტების განადგურება ეს სიკეთის და მოწყალების აქტია? აი ესე მე დავასათაურე ესე. ღმერთის მიერ ბოროტების დესტრუქცია ეს ამავე დროს მოწყალების აქტია? და ბევრს აქვს ხოლმე ეს შეკითხვა, ხო, როგორ არის ესეთი მოწყალე, ესეთი მოსიყვარულე ღმერთი ამავე დროს, როდესაც ჟის და სპობს ადამიანებს. ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბოროტების განადგურება, რაც ღვთის რისხვის გამოხატულებაა და აქტია, სრულყოფილ ჰარმონიაშია და სრულყოფილ წონასწორობაშია ასევე მის სიკეთესთან. როდესაც თქვენ გაქვთ რაიმე განხილვა ღმერთის ატრიბუტზე, ეს ანიშნავს, რომ ყველა ატრიბუტი ერთბაშად მოდის. ერთად. ეს ნიშნავს, რომ ისინი იდეალურად ბალანსში არიან ურთიერთმონაცვლეობით ერთმანეთთან. არ ვიცი სხვანაირად როგორ ავხსნა. შეიძლება ისეთი თავხედიც ვიყო, გათავხედე, რომ თქვა, რომ ღმერთი ძალიან კეთილია, როდესაც ადამიანებს ჯოჯოხეთში აგზავნეს. რადგან მათ თვითონ აირჩიეს იქ წასვლა. რადგან უარი თქვეს ღმერთზე. აბა ისე რატომ მიუჟიდა მათ მარადისობას ჯოჯოხეთში, ვისაც არ ექნებოდა ამის სურვილი? აი ამაშიც კი არის ღმერთის გარკვეული სიკეთე. შეიძლება გაუკვირდეს ბევრს და ბევრმა არ მიიღოს ეს და გამაკრიტიკოს. მაგრამ მე ფიქრობ, რომ ჩვენ როდესაც მარტო აქცენტს ვაკეთებთ ერთ ატრიბუტზე, არასწორად ვაწვევით ამ საკითხს. მე ფიქრობ, როდესაც ის ამბობს, რომ ღმერთი კეთილია, ხო, ერთ მუხლში და მეორეში პირიქით. ასევე წაიკითხეთ მალაქია, წაიკითხეთ ნაუმ წინასწარმეტყველი. ყველგან იგივე მეორდება. საუბარია ამაზე, რომ უფალი განრისხდა მას შემდეგ, რაც ადამიანებმა მისი სიკეთე არ დააფასეს. და ის ყოველთვის თავიდან იწყებს სიკეთით, მერე არის ჩანაცვლება რისხვის, მერე ისევ ანელებს გაბრაზებას და ისევ ნაზდება და ისევ კეთილი და მიმტევებელი ხდება. რა თქმა უნდა, თუ ადამიანი ინანიებს. თუ თქვენ კითხავთ საკუთარ თავს, როგორ არის ეს ასე? ეს არის ღმერთის ატრიბუტები. ის თლიანად
სრულყოფილ წონასწორობაში ერთმანეთთან. აქ არის სრულყოფილი ბალანსი. ღმერთი არასოდეს, ვიმეორებ, არასოდეს არაფერს არაკეთებს არაკეთილსინდისიერად, უსიყვარულოდ, არაგონივრულად. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ ის განსჯის ადამიანებს. ასე რომ, თუ ის რეალურად აგზავნის ადამიანებს ჯოჯოხეთში, ეს აუცილებლად მაინც შეესაბამება მის კეთილ ბუნებას. მაგრამ რადგან მისი სიკეთე აუცილებლად უნდა შეესაბამოს მის სიწმინდეს და შესაბამისად მისი სიწმინდე გამოიხატება მის სამართლიანობაში. იმიტომ რომ ღმერთი წმინდა, ყოვლადწმინდა, ის ვერ იქნება უსამართლო. მან უნდა გამოავლინოს თავისი სამართლიანობა ცოდვაზე და ბოროტებაზე. ასე რომ ისინი ყველანი ერთმანეთთან დაკავშირებულია. მაგრამ ისინი ერთად არ მოდიან. მონაცვლეობენ. მე მგონი ეს დაგეხმარებათ, არა? და კიდევ ერთხელ, ეს არის საიდუმლო რამ. ნებისმიერ დროს, როცა თქვენ იწყებთ საუბარს ღვთის ხასიათზე, მის ატრიბუტებზე, საუკეთესო არის აი ესე მიუდგეთ ამას. გასაგებია? დიახ, გმადლობ ჯონ, გასაგებია.